იწერება ხო უკვე? ანუ მოკლედ 34 არა ზუსტად 35 წელია ჟურნალისტი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ვის აღარ შევხვედრივარ პრეზიდენტებიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული მსახიობები, ექიმები, ეკონომისტები, კრიმინალები, კანონიერი ქურდები, ერთხელ ციხეშიც კი დამიჭირეს, ასე ვთქვათ, აღარ მიშვებდნენ ციხიდან. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მქონია ინტერვიუ კოუჩთან. ხო და დღეს სწორედ ეს მომენტია. მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელო, მე ვარ ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი და სტუმრად ვარ პიროვნული ზრდისა და შინაგანი განვითარების კოუჩთან ნინო მაღედანთან. ანუ ეს არის ნინო მაღედანის პოდკასტის 15 წუთი თავისუფლებისკენ პირველი ეპიზოდი. რა გამოვა, არ ვიცი. მოდი, მივყვეთ დინებას, თარას მთავარია, ეს პოდკასტი იქნება დაუმონტაჟებელი. ხო, არ დამონტაჟდება და ისე გავა ყველა სოციალურ ქსელში დაწყებული Facebook-იდან, დამთავრებული YouTube-ით, Instagram-ით და ასე შემდეგ. მოკლედ, აღარ შეგაწყენთ და დავიწყოთ საუბარი ნინო მაღედანთან. ზოგადად კოუჩი სვავს ხოლმე კითხვებს, მაგრამ მე ამჯერად დავსვავ კითხვებს ნინოსთან. ნახოთ რა გამოვა, დავიწყოთ. ნინო, ესე იგი, მე არ მიყვარს სტანდარტები. აქაც დავარღვევ სტანდარტი და გავაკეთოთ სხვანაირი პოდკასტი. კადრში იყავით მარტო თქვენ და გაისმება კადრში ჩემი ხმა. ნახოთ, ექსპერიმენტებს არაფერი ჯობია. რო გკითხოთ, ოღონდ მარტივად ხომ ეტყვით, რითი განსხვავდება კოუჩი ფსიქოლოგისგან? კოუჩი ორიენტირებულია აწმყოზე და თუ საჭირო მომეთქოს, ხოლმე შემთხვევაში არის დამკვირვებელი წარსულზე და მომავალზე, ხოლო ფსიქოლოგი არის უფრო მეტად სიღრმისეული კვლევა ადამიანის. ესე მარტივად და მოკლედ ეს არის. და როდის უნდა მივიდეს ადამიანი კოუჩთან? კოუჩთან უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მას რაღაც არ მოსწონს თავის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს გარეგნობა, არ ვიცი, ფინანსები თუ ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, იქნება გამომდინარე თუ life ფინანსები თუ არის, მაშინ შესაძლოა მან შეარჩიოს კოუჩი, რომელიც კონკრეტულად ამაზეა სპეციალიზირებული. თუმცა პრაქტიკა მიჩვენებს ვანო, რომ როდესაც ადამიანი იწყებს მუშაობას საკუთარ თავზე და პიროვნულ ზრდაზე, ძალიან ბევრი სფერო იხსნება. რომ არ ელოდება ხოლმე ბენეფიტად ისე მოყვება პირად ცხოვრებაში გაუმჯობესება, ფინანსებში, ჯანმრთელობაში. ასე რომ მე მგონი, რომ თუ დაიწყოს კოუჩთან მუშაობას, ეგ სფეროები მისთვის ასურველი სფეროები ამოიწევს. მინდოდა მეკითხა, რომ წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ თქვენი კლიენტი და ეს არის ჩვენი პირველი სესია. მაგრამ ამას არ გკითხავთ. შეიძლება ბოლოში გკითხოთ. უბრალოდ რა მითხარით, თქვენი დაკვირვებით. ბევრი წელია კოუჩი ხართ, ხო? ძალიან. იცი რა, ანუ ვერ ვიტყვი, რომ ვისთვის არის ეს ბევრი, მე არ ვიცი. ვიტყვი იმას, რომ 2007 წელს გავიგე მისდულობის კანონი, რომ ფიქრით იზიდავს ადამიანი თავის ასურველს 2007 წელს. რა თქმა უნდა, შოკი მივიღე პირველად, როცა ეს ფილმი ვუყურე და გავიგე ამის შესახებ. და იმის შემდეგ ისე მოხდა, რომ ახლა გადათვალეთ წლები 2007 წლიდან, მე ვაბრუნე ჩემზე, შემდეგ მეგობრებზე და ბოლო 10 წელიწადია, 10-15 წელია, რაც უკვე ხო, 15 და 10 წელი უკვე ერთი თაობაა. შესაბამისად, ცოტა დრო არ არის. აი ამ თქვენი გამოცდილებით დაკვირვებით რა აზრი გიჩნდებათ? რატო გვიჭირს ადამიანებს საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი? ანუ, ვინ არის პირველი, ვინ ჩვენ გველაპარაკება ბავშვობაში? და იყო თუ არა ის ადამიანი ორიენტირებული, რომ პოზიტიურად დაგვლაპარაკებოდა. ანუ, დიალოგს საკუთარ თავთან ვინ გვასწავლის? ბავშვობა. და ბავშვობაში ის ადამიანები, ვინ ჩვენთვის ავტორიტეტები არიან. შესაბამისად, თუ ჩვენ ბავშვობაში ჩვენს თავთან ჯერ თვითონ ქონდათ ჩვენთან ეგ დიალოგი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ არ გამოგდის, ეს რატომ ვერ დაასრულე, ანუ დაგვაპროგრამეს ხო ბავშვობაში, რომ აი რაღაცა არ გამომივა. შემდეგ ნახე, ანუ რა ხდება, ჩვენ ვიზდებით, ასაკი გვემატება მხოლოდ ციფრებში. და ის პროგრამა მოყვება და მე ჩვენ იმას ვაგრძელებთ საკუთარ თავთან. ანუ იმ დიალოგს, რომელიც დაიწყო ბავშვობაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებსა ჩვენ შორის გრძელდება დიდობა. ოკეი, ეს გასაგებია, მაგრამ ხო არის ისეთი მომენტიც, როდესაც ბავშვობაში ზოგიერთ ბავშვს
ელაპარაკებიან მხოლოდ კეთილი სიტყვებით, პოზიტიურად, მაგრამ ადამიანს მაინც მერე უჭირს საკუთარ თავთანაც, რომ ესეთი კეთილი დამოკიდებულება კონდეს, ხო? აი ეს რა შემთხვევა არის მაშინ? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მივდივართ საგვარეულო პროგრამებთან. ანუ საგვარეულო პროგრამა თუ ჩვენ მოყვება, ესე ვთქვათ, საგვარეულო პროგრამაში ის, რომ შეიძლება ძალიან ბევრ ბავშვს ყოფილა შემთხვევები, რომ დედები ამბობენ, რომ იმას ბევრს სცემდნენ და მაინც კარგი თუ რაღაც ძალადობა იყო სიტყვაზე. ნახე როგორი წარმატებული გამოვიდა, რაღაც ჯერ ერთი მოდი ვიკითხოთ, რის ხარჯზე გამოვიდა ეს ერთი და მეორე კიდე ბავშვის ფსიქოტიპზეა ეს დამოკიდებული და მის პროგრამაზე, ესე ვთქვათ. საგვარეულო პროგრამა გულისხმობს, რომ თუ ჩემს საგვარეულოში ბევრი ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, წარმატებული, სიყვარულში, ფინანსებში, რეალიზაციაში, ცოლქრობაში, ოჯახურ თანაცხოვრებაში, რაც მეტი ადამიანი მყავდა მე საგვარეულოში, ესეთი ორივე მხრიდან რა თქმა უნდა, ჩვენ ხო დედისგან და მამისგან მოვდივართ. მით მეტი შანსი მაქვს ესე რომ ვთქვათ, რომ მე ამ სფეროებში, რომლებშიც ჩემი წინაპრები იყვნენ უფრო წარმატებულები და რეალიზებულები, მე მეტი შანსი მაქვს. ნახეთ, ნინო, ეხლა ერთი ასეთ რამე გამახსენდა ბავშვობაში, ხო, აი, ეხლაც არის ცხოვრებაში, რომ დედები ზოგჯერ შვილს წევლიან, ხო, აი, რომ გააბრაზებს უშენ მომიკვდი ან მეხი დაგეცეს, ხო, ეს ძალიან გავრცელებულია საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით. ანუ ამით რა ხდება? ეს იმ ბავშვს შემდროსაც გაიზრდება საკუთარ თავთან კეთილი საუბრის საშუალებას არ აძლევს? არ აძლევს და რაც არ უნდა ვიცახოთ, რაც არ უნდა დედამ თქვას, რომ მე ჩემი ძუძუები ლოცულობ და სიყვარულით მომივიდა თუ რითი მომივიდა, აპროგრამებს. და სამწუხაროდ ხო, ხშირად არ უკვირდებიან დედები ამას, რა ფრაზებს ეუბნებიან თავიანთ შვილებს. და რა პროგრამას ატანენ საგზლად ცხოვრებაში. მაშა სადამე ისიც ბავშვობასთან არის კავშირში, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ჯით ვაკრიტიკებთ, რაღაც არ მოგწონს, არ ვიცი, ვებუზღუნებით და ასე შემდეგ. ესაც ბავშვობის პრობლემებია? სიტყვა ხო, პრობლემა არა, მაგრამ ეს ცხოვრება, ეს ჩვენი ბავშვობაა. და არც ერთ შობას არ მოეთხოვება ზოგადად ფსიქოლოგობა, ხო? მე ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ მშობლებს, მათ მშობლებმა რა ჩაულაგეს, იმ სამოგზაურო ცხოვრებაში, სამოგზაურო ჩემოდანში, ისინი ჩვენ იმას ამოგვილაგებენ და შესაბამისად მაგას გვილაგებენ. და ყველაფერი აბსოლუტურად, კარგი ამბავი, ანუ აქ მოდი ვთქვათ, რომ ის არის, რომ თუ ადამიანი ინტერესდება და იწყოს მუშაობას, ამ ყველაფერს რაც ჩაულაგეს მათმა წინაპრებმა და მშობლებმა ამოალაგებს სპეციალისტის დახმარებით, ეს კოუჩი იქნება, მენტორი იქნება, ფსიქოლოგი იქნება, თუ ვინც იქნება, ამოალაგებს და შემდეგ ჩალაგებს იმ პროგრამებს, ესე ვთქვათ, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია და მის ფასეულობებთან არის თანაზიარი. ანუ გამოდის რომ ადამიანმა თავი უნდა დააპროგრამოს, თვით პროგრამირება უნდა მოახდინოს, ხო? სხვათა შორის თქვენი 2-3 ნაწილია, ხო? თვით პროგრამირების ორი ნაწილი, რომელიც რაღაცნაირად ბესტსელერია უკვე. ანუ თქვენ აი ამას როდის მიხვდით, რომ ეს დღიურიც უნდა შეგექმნათ და ადამიანმა თვით პროგრამირება უნდა შეძლოს. საკუთარი თავით დააპროგრამეთ ოდეს. ანუ როდის მივხვდი, იცი? როდესაც ვიგძენი მედიტაციის ძალა. რა არის მედიტაცია, ხო? მედიტაციის დროს ხომ ვიღაცა ხმა გველაპარაკება, ესე ვთქვათ, მუსიკალურ ფონზე თუ რაღაც სიჩუმის ფონზე თუნდაც, სხვადასხვანაირი ტიპის მედიტაცია არსებობს და შენ თითქოს შენი თავი ხელოვნურად შეგყავს იმ მდგომარეობაში, რომელსაც მედიტაცია გთავაზობს. გაჩნია რისი მედიტაცია კეთდება, ხო? ანუ რომ მივხვდი, რომ ეს ძალიან კარგად მუშაობდა. ძალიან კარგად ერთ მაგალითს მოყვები, ესე just a joke. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთხელ არ ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ მოხდა უკვე იქიდან გამომდინარე, რომ 17 წლის პუდელი მყავდა, ხშირად ვერ გავდიოდი ქალაქიდან, იმდენხანიც მინდოდა და ერთი ზაფხული ისე მოხდა, რომ საერთოდ ვერ გავედი დასასვენებლად და გამოვიყენე მედიტაციის ძალა. ანუ დავაფინე ეს იოგის მეტების რო ეძახიან იატაკზე, აივანი გამოვაღე, ეს ზაფხულში ხდება და ჩავრთე მედიტაციური მუსიკა, ეკრანზე სეიშელის კუნძულის კადრები და წავედი. და ამას ვაკეთებდი სისტემატურად ყოველ დღე. დაახლოებით 10-15 წუთი. და გადის ზაფხული, ხალხი ბრუნდება, ზოგი იყო მალდივებზე, ზოგი სად და ყველა მეკითხება, რომ მე სად დავისვენე. იმიტომ რომ მედიტაციის მდგომარეობაში მე გადამყავდა, მე სეიშელებზე ვისვენე იმ დროს.
და როდესაც მივხვდი რომ აი იმდენად კარგად დავაპროგრამე ჩემი თავი შევედი ამ მდგომარეობაში რომ ხალხმა მკითხა სად ვისვენებდი როცა თვითონ იყვნენ გასულები ქალაქიდან მივხვდი როგორ მუშაობს თვითპროგრამირება თუ წახვედით მე დასასვენებლად სეიშელზე სეიშელზე ჯერ არ წავსულვარ და რო გითხრათ სიმართლე ზუსტად წელს მქონდა ეგ ვიდეო რომ იცი რა ვანო ნიშნულობა არ აქვს რა ადგილზე წახვალ თავარი იმ ენერგიას თუ აიღებ რა ჩვენ გინდა წელს მაგალითად ვიყავი ჩემ მშობლიურ კუთხეში სვანეთში და მე აი ეს არის ჩემი სეიშელი წელს ჩემთვის ენერგიის მომცემი იყო ჩემი მშობლიური კუთხე ამიტომ რომელ წელსაც რომელ არ უნდა იცი რა სოციუმი გვთავაზობს ძალიან ხშირად ამ იმებს მზა რეცეპტებს ბედნიერების თითქოს მალდივებზე თუ ისვენებ მანქანა სახლი აგარაკი და რაღაცა მაგრამ ყოველთვის პირველი უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს და აი ვანო მანდ ვიტყვი ზუსტად ეს არ გვასწავლეს ანუ ჩვენ ხომ ის თაობა არა ვართ როდესაც სამ კაბას გვიდებდნენ გვეკითხებდნენ აქედან რომელი გინდა ეს ეხანდელ თაობას ეკითხებიან აქედან რომელი გინდა და სხვა შორის ძველ თაობას ეს არ მოწონს აი ბებია პაპების თაობა დღეს ამობს რომ აი როგორ შეიძლება რომ ბავშვს მისცე არჩევანი რომელი ეგრეთ წოდებული ლუკი იყიდოს, ხო? ან მაღაზიაში რო შევა შოკოლადი იყიდოს თუ არ ვიცი, საღეჭი რეზინი. იმათ აქვთ ეს პრობლემა. ან თაობების დაპირისპირებასთანაც მივდივართ, კონფლიქტთანაც, აი აქედან გეთანხმები, ოღონდ ნახე, ეხლა მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, რომ ყველაფრის უფლების მიცემას არ გულისხმობ ხა მე, მაგრამ ნახე, მიზანი რა იყო იმ თაობის იყო ყველასთვის მოსაწონი შვილის გაზრდა. და ჩვენ დღეს ეგ მიზანი არის, დღეს მიზანი მშობელს აქვს, რომ ბედნიერი შვილი გაზრდა. ანუ მოდი ვიტყვი, რომ უნდა იყოს ესე ყოველ შემთხვევაში, რამდენად ასე ყველასთვის არის პროცენტულად მე ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა იყოს. ანუ ძალიან ხშირად როდესაც მომართავენ და მეკითხებიან ხოლმე, რომ გინდათ ჩემ სტუდიაში ბავშვებს ზედა რა, მეუბნები, არ გინდოდეთ ამათი არაფერი, არც ინგლისური, არც თუ ის ადამიანი ბედნიერი არ იქნება. ანუ ორიენტირად უნდა ავიღოთ, რომ ბედნიერი ბავშვი და იმ თაობას უნდა და საზოგადოებისთვის მოსაწონი ბავშვი. შესაბამისად, არჩევანის უფლებას ჩვენ თუ ბავშვობიდან ვაჩვენებთ, მე არ ვარ მომხრე, რომ საზღვრები დარღვეული იყოს და არაფერი მოვალეობა ვალდებულება არ ქონდეს ბავშვს და მხოლოდ არჩევანი ქონდეს. თუმცა ზომიერად მე ვფიქრობ, რომ თაობა, რომელიც ცოტა განათლებულია და ცოტა კარგად ერკვევა ამ იმებში, ამ ბალანსს იცავს. მე ყოველ შემთხვევაში მყავს ეგეთი ადამიანები გარშემო. ხო არა, ეგეთ ადამიანებს მეც ვიცნობ, მაგრამ მაინც მინდა ისევ აი თვითპროგრამირებას დაუბრუნდეთ. თვითპროგრამირება ესე იგი ეს არ არის ჯადოქრობა, ეს უბრალოდ არის სიტყვების ძალა. ხო ასეა. აი ყველაზე კარგად რა მოქმედებს ადამიანზე, რა უნდა უთხრას თავის თავს. ნუ გასაგებია ცნობილი ფრაზაა, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს ძალიან ზოგადია. აი რა ფრაზა მოქმედებს? მე ბედნიერი ვარ, აი ყოველდღე რო უთხრას, მე მდიდარი ვარ, არ ვიცი, მე ოლიგარქი ვარ. აი ესეთი ფრაზები უმშაობს. შეგიძლია ახლა მითხრა შენ ფრაზა მე თვეში 100 მილიონი დოლარი მაქვს ხელფასი. ან შემოსავალი. მითხარ? მე ყოველ თვე შეგიძლია ფრაზა უბრალოდ გაიმეორო. კი, ეგ შემიძლია. მე ყოველ თვე შემოსავალი მაქვს 100 მილიონი დოლარი. ოკეი. ახლა ვიღაცას ოლიგარქი ვეგონე. ოკეი, ეგო. კარგია რომ კადრში არ ვჩნდა. სამყაროს გაუჟღერეთ ყოველ შემთხვევაში. რას გძნობ როცა ამას ამბობ? იჯერებ? რა თქმა უნდა, ნინო, მე ეს გამიკეთებია და დღემდე ვაკეთებ. მე დავიწყე მიზანმიმართულად. ხო გვაქვს დრო, მე მგონი გვაქვს. გვაქვს, რა თქმა უნდა. თქვენ ხო გინდოდათ რომ მე საინტერესო საუბრებისთვის ყოველთვის. თქვენ ხო გინდოდათ რომ მე თქვა თქვენთვის რაღაცა ჩემი შინაგან. რა თქმა უნდა. ზუსტად 3 წლის წინ ნახე ინტერნეტში მანქანა, რომელიც ძალიან მომეწონა. და ვთქვი, რომ ეს მანქანა იქნება ჩემი. უბრალოდ ჩემია. ეს არის ის მომენტი, როდესაც სულ მაქვს რაღაცა 50 ლარამდე და არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მომცენ კრედიტი. დაურეკე მანქანის მეპატრონეს, ვინც ყიდდა და უთხარი, ხვალ მივდივართ გადასაფორმებლად, ამა და ამ საათზე მოვალ. ნუ ყველა ჩემმა მეგობარმა უმეტესობა მითხრა როგორ. ერთმა მითხრა მარტო, რომ კი ეს მანქანა შენია. ეს მანქანა დღეს მე მაქვს. ანუ ეს ტექნიკა მე ვიცი, მაგრამ მოდი საზოგადოებას ავხსნათ. გასაგებია, მაგრამ მე სხვა რამე გითხე, ნახე. როდესაც შენ ეს გააჩნია ვიჯერებ რა თქმა უნდა. ვიჯერებ. შინაგანად კომფორტში ხარ ამ ფრაზასთან? კი, რა თქმა უნდა. ოკეი, ეს რას ნიშნავს? რომ შენი ვიბრაციები
ემთხვევა ამ ფრაზის ნახეხლა და არის მეორე საკითხი. ადამიანს საკუთარ თავზე ნამუშევარი საერთოდ არ აქვს ვიბრალოდ ნამუშევარი მოდი ახლა მუშაობა ვიღაცამ არ წარმოიდგინეს რომ არ იქა ახლა უნდა ჩაეფლოს და უყუროს დაესწროს ტრენინგების არა ზოგს ეს შინაგანად მოყვება ოდნავ ხელის განძრევა უნდა მხოლოდ და ნახე უყურე როდესაც არ ემთხვევა ეს ადამიანი მეუბნება ვაიმე ნინო აი ვამბობ მაგრამ იცი როგორი ისა მაქვს კონფლიქტი მაქვს რა ხო ტყუილია ხო და იცი როგორი მაშინ მოდივარ ვატყუილებ ჩემს თავს დისონანსი მაქვს შინაგანად სხეული მიპროტესტებს აი ამ დროს ვანო ნახე ყველასთვის უნდა არსებობდეს უნივერსალური ფრაზა მე ვამბობ ერთ უნივერსალურ ფრაზას ზოგადად ჩემი ცხოვრება დღითი დღე უმჯობესდება. ამაზე უნივერსალური ჯერ არაფერი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება დღითი დღე უმჯობესდება, აპრიორი არ ნიშნავს რომ ეხა დღეს უკვე ვარ ყველაფერში წარმატებული და ნახე არ ეჯახები. კონფლიქტს არ იწვევ, მიხვდი? და ეს ერთი. მეორე, მე ასეთ რაღაცას ვამბობ რომ თუ სიტყვა მე, იმიტომ რომ მე პასუხისგებლობა ვარ. როდესაც შენ აჟღერებ რომ მე ვარ მილიონერი წარმატებული ბედნიერი ადამიანი და რეალიზებული თუ შეყვარებული თუ რაც გვინდა ხო შენ პასუხისგებლობას იღებ და ეს მეც იწვევს ხშირად კონფლიქტს და მე ვეუბნები ამ დროს რომ გამოსავალი არის შემდეგი რომ უბრალოდ შეაჩვიე ყური გული გონება სიტყვებს რაც გინდა შენ ცხოვრებაში ახლა შემოვიდეს სიყვარული გინდა უბრალოდ იძახე სიყვარული ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა, სიმდიდრე, გულუხობა, კეთილდღე, აი რა სიტყვები, რაც გინდა, ოღონდ მეს გარეშე, თავიდან და უკვე შენ იწყებ შენს დიალოგს შენს თავთან და იმ ყველაფრის შემოტანას და თვით პროგრამირებს. იცი რა, პატარა ნაბიჯითი, ზუსტად აი ესეთი პატარა ქმედებებით იწყება ფაქტურად თვით პროგრამირება. წარმოგიდგენთ რომ მე ვარ თქვენი კლიენტი, ასე ვთქვათ. და მოვედი. რით დაიწყებთ ჩემს თვით პროგრამირებას? ანუ პირველი რა იქნება, რასაც მასწავლეთ, რომ თვით პროგრამირება გავიარო, ასე ვთქვათ. ანუ თვით პროგრამირებით არასოდეს არ დავიწყებ, ვერანაირად ვერ დავიწყებ, სწორედ მაგიტო შევქმენი ორი ნაწილი, თვით პროგრამირების დღეურის ორი ნაწილი. იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანს შესთავაზო პირდაპირ გადავიდეს თვით პროგრამირებაზე, თუ მან ჯერ საერთოდ გარკვეული არ აქვს. რა უნდა ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროებში რა უნდა. ამიტომ ჯერ გარკვევით იწყება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ რაღაცა ესეთი ნახატი აქვს ცხოვრების შექმნელი და ეს გააბედნიერებთ და მიუღიათ და არ ყოფილა. ამიტომ მე ჯერ პირველი უნდა დაგეხმარო, რომ გაგარკვევნო სინამდვილეში ბედნიერს რა გაგხდის და შემდგომ უკვე ამ ყველაფერი გამოკვლევების შემდეგ დაზუსტების შემდეგ უნდა დაგეხმარო, მე ვერ დაგაპროგრამო. თქვენს ფეიზს ქვია გზა თავისუფლებისკენ. ხო? როგორ უნდა მაპოვნინოთ შინაგანი თავისუფლება? ადამიანებს ყველაზე მეტად პირველი ხო გვიჭირს საკუთარ თავთან coming out-ი პირველ რიგში, მე საზოგადოებასთან და მეორე გვიჭირს რომ ჩვენი რაღაცა ფარული სურვილები რეალიზება მოვახდინოთ ამ სურვილების და ფიქრების და ოცნებების, იმიტომ რომ არა ვარ თავისუფლები და გონია რომ აი მე ხა ის რომ გავაკეთო მეზობელი ვიღაცა რაჟდენი რაღაცა ცუც სიტყვის, ხო? როგორ უნდა მაპოვნინოთ მე თავისუფლებისკენ მიმავალი გზა? თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ყველა ადამიანის რა თქმა უნდა ინდივიდუალურია ფსიქოტიპზე და იმ ადამიანზე დამოკიდებული. თუმცა მთლიანობაში მაინც ჩემი მიზანია რომ ადამიანი ჰარმონიაში მოიყვანოს საკუთარ თავთან. იმიტომ რომ ჰარმონია თავისუფლებაა ზოგადად, როცა შენს თავთან ხარ ჰარმონიაში. ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ანუ შენთვის ვინმე პრიორიტეტული, გინდა ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან, გინდა მომღერლებიდან, გინდა ოღონდ ძალიან ისეთი ადამიანის სახელი და გვარი მითხარი, ვინც რომ ეხარო გესტუმრებოდა, შენთვის იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. ნინო, შეიძლება არ დაიჯეროთ და მე ავტორიტეტები არ მყავს. გავიგე, მოდი ვიღაცა ისურვე ჟურნალისტი ხარ და შენ რესპონდენტი რო ყოფილიყო. ხო, აი ამასაც ჩამოიყვანე მსოფლიოს ნებისმიერ ამასაც ვერ ვიზა, მსოფლიოს ხო, საქართველოს ეგეთ პრობლემა არ ქონია, ვის დომები რესპონდენტი ყოფილიყო, ყოფილა ყოველთვის და რა ვიცი, ვისთან მექნებოდა ინტერვიუ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან აიღე თუ გინდა. რატო პოლიტიკოსი რო იყოს აი მაგალითად სიამოვნებით მე ვარ ერთადერთი
ქართველი ჟურნალისტი, ვისაც ქონა ინტერვიუ ბერიას შვილთან და სიამოვნებით ჩავწერდი ინტერვიუს თავად ბერიასთან. Oh my god. Okay. Wow. ცოტა ხა კარგი. იყოს ბერია. რატომ მსახიობი Okay. ჰოლივუდის? ხო, okay. ნახოთ როგორ ჩაჯდება ახლა რაღაცა სიტუაციას კეთო. წარმოიდგინე, გარდაცვლილზე ვლაპარაკოთ, მაგრამ okay, კარგი. წარმოიდგინე, რომ ბერია ჩამოვიდა შენთან. ბანიჩკა, მოვდივარ შენს თხოვებას. თავარია მე არ წავიდე ბერიასთან. არა, ხო, ჩამოდის, რომ ინტერვიუ მოგცეს და თქვენ შედიხართ ხო და რატომღაც ისე მოხდა მთელი დღე გადაღებები ისინი და უცებ აღმოაჩინეთ რომ რატომღაც არა გაქვთ ძალიან ესე ბევრი ფინანსები იმის რომ გახვიდეთ ისადილოთ თუ ივახშმოთ თუ რაღაცა და რაღაცა ის გადათვალეთ ესე ერთად ამოიღო ბერიამას თავის ჯიბიდან შენც ამოიღე შეკრიბეთ და რაღაცა გამოგივიდათ და შეხვედით რომელიღაც კვებით ობიექტში სადაც არის თვითმსახურება და მოკლედ შეუკვეთეთ და ბერია გითხრა რომ მანჩკა იჯექი მეწავალ მე მოვიტანო ხო და ძალიან მშივრები ხართ აი ძალიან მშივრები ხართ და წავიდა და მოტანის დროს ოდესაც ის ლანგარი მოაქვს და ის საჭმელი დაუვარდა ხო ოკეი ხო ვიცი რომ ძალიან კარგად ერკვევი ბევრ რამეში დაუვარდა და გაგზელი მაშ თუ გინდა თუ იცი არა ოკეი ხო არა მივხვდი უბრალოდ რომ დაუვარდებოდა ხო დაუვარდა აი თელის ხო დაეთხლიჟა იატაკზე ის საჭმელი აღარ იჭმება მეტი ფული აღარა გაქვთ და შენი რეაქცია ამ დროს რასაკეთებ ჩემი რეაქცია არას ვიზამდი ის წაიქცა დაუვარდა მთელი ის ბერიას ავაყენებდი ხო და იძახის აუ ვანჭკა ეგ როგორ დამემართა ჩვენი ბოლო კაპიკებით ის საჭმელი აუ რა ეხლა ისე ვიტყვი რა დეგენერატი ვარ რა აი რომ დეგენერატი არ ყოფილიყავი არ დაგხრეტნენ მეთქი იმდენი ხალხი დაგხრიტე და მე შენ დაგხრიტეს იქამდე მიიყვანე მეთქი საქმე ოკეი ხო ეგ რომ გამოვრიცხოთ ცოტა გამომხნევი რამეს ხო ეტყვი რომ კარგი არა უშავს ვიშოვით სადღაც კიდევ რაღაცას ალბათ რაღაცას მოვიფიქრებ არა ნინო მე ვეტყოდი რომ მოდი ეს ავიღოთ და შევჭამოთ მე რა ადამიანები ხო ყოველ შემთხვევაში რაღაცას შესთავაზებ ხო ძალიან ხშირად ჩვენ ესეთი ლოიალურები საკუთარ თავის მიმართ არ ვართ როცა ვეცემით აი ვიწყებთ პირიქით ჩემი ბრალია ხო ეს არ უნდა მოქცეული ყავი აი ხო და ნებისყოფა არა გაქვს საქმე ბოლომდე არ მიყავს ხო ხედავ რომ არ გამოგდის ვერ აწყობ ურთიერთობ ხო აი ფრაზა ნახეთ ეხლა კი არ ვიტყვი მაგრამ ჩემი ბედის დედაც ხო ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ მე სხვა ვარიანტი კი ზუსტად და აი რომ მკითხე რომ კარგი იქნება თუ აი ამ დროს წარმოვიდგეთ ყველამ თავის სასურველი პერსონა ხა შენთვის იყო ეს ბერია და როგორც იმას გაამხნევებდი იმ დროს ოდესაც ეცემი გაიხსენე და შენ უთხარი ეს სიტყვები შენს თავს არა უშავს გადახედე რამდენი რამე გამოგივიდა უკვე და ხო მინდა რომ ამ საკითხს შევეხო და რატო ნახე ქართველებს არ გვჩვევია ჩვენს გამარჯვებებზე კონცენტრირება და ამ ინფორმაციის ესე ვთქვათ ჩვენს ქოცნობიერში შენახვა ხო ესაც საბჭოთა გადმონაშთე მე მგონი როცა გვასწავლიდნენ რომ არ უნდა ილაპარაკო საკუთარ წარმატებაზე მიღწევებზე სხვა უნდა შეგაფასოს და ასე შემდეგ ეს ისევ აღზრდასთან მივდივარ ხო კი ბატონო შეგიძლია მითხრა შენი გამარჯვებების რამოდენიმე გამარჯვება რასაც თვლი შენ გამარჯვებად ხო აი ერთი თქვი სერგო ბერიას ეს ხო ექსკლუზივით მედიაში ეს ითვლება ხო არა ძალიან ბევრი მაგალითად ოქროს ფრთის მიღება უმაღლეს ჯილდოს შენი პირადის მითხარი რა როგორც პიროვნების მე რაც მომინდომებია ის მქონია მიხდით ოკეი ხო ცოტა კონკრეტიკას მოთხოვნ მაგრამ ოკეი ხო აი კონკრეტიკა რა გკითხით კარგი და უყურე ნახე ანუ კარგია ხა იცი რა მოდი ვილაპარაკოთ იმაზე რომ შენ ხა ძალიან გაცნობიერებული ადამიანი ხარ და ყველა ესე არ არის ხო რა თქმა უნდა და ის ასე არ იწყებს დაკვირვებას და მე ვურჩევ ხოლმე ზოგადად გამარჯვებების კივრს ვეძახი მაგას შეიძლება კუთხე იყოს შეიძლება სკივრი იყოს სკივრი იმიტომ რომ ადვილი გადასაადგილებელი იყოს ესე ვთქვათ ჩვენ გვინახავს ამერიკულ ფილმებში რაღაცა ყუთს რო გადმოიღებენ ხოლმე როცა რაღაც ნოსტალჯი და ბლუ მუდში არიან და რაღაცა ხო ცოტა სევდიანად და ეს გამარჯვებების სკივრი ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გზადაგზა ვაგრობოთ
და აი იმ დროს სწორედ როდესაც ჩვენ ცოტა დაბლა ვართ ესე ვთქვათ ვიბრაციებით და სიტუაციურად ხო ეს კივრი გავხსნათ ხშირად და ამოვალაგოთ იქიდან ეს ფურცლზე დაწერილი იქნება სერტიფიკატი დამადასტურებელი იმის რომ შენ რაღაცა გამოგივიდა ყველა რო გეუბნებოდა რომ არ გამოგივიდა გამოგივიდა შენი ჯანმრთელობის ცნობა იქნება დაუშვათ რომ 5 წლის წინ სხვა დიაგნოზი გქონდა და ეხლა სხვა გაქვს აი ყველაფერი ეს ვანო ადამიანმა უნდა ნახე შენ მე მკითხე რომ როგორ გქონდეს საკუთარ თავთან კეთილი საუბრები პოზიტიური საუბრები თუ კეთილი მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთ დღეს არ ხდება ეს გროვდება აი ეს ფაზლის სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება და ერთ-ერთი არის გამარჯვებების კივრი და აი ეს პატარ-პატარა ინფორმაციები რომელიც შენ გაგახსენებს ამას ხო საინტერესო ტექნიკაა მაგრამ ნინო თავისუფლება ხო თქვით რომ ერთ დღეში არ მიიღწევა შინაგანი თავისუფლება ერთ 15 წუთიან პოდკასტშიც ყველაფერს ვერ ჩავტებთ აქ უნდა დავპაუზდეთ ანუ წერტილი დავსვათ ან მძიმე უბრალოდ ან მრავალ წერტილი და შენ ეპიზოდი მეორე მესამე როდესაც იქნება იქ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი მე არ ვიცი ვიქნებით თუ არა ისევ თქვენი სტუმარი მაგრამ სხვა გეყოლებათ და გააგრძელოთ ისე როგორ მოგეწონათ საინტერესო გამოცდილება იყო ხო და ცოტა ავანტიურისტული ხო იმიტომ რომ ნახე ნინო გეტყვით მეც ამას ვინაიდან მეც ტყუპები ვარ თქვენც ჩემსავით რთული ხართ მაგრამ ხო ძნელად იღებთ რაღაცეებს სიახლეებსაც არა ხო მაგრამ აი მაინც პოდკასტი გეგონათ რომ ორი ადამიანი ერთად იყოს კარგი დავასრულოთ საკითხებზე არ გიპასუხებდი ესე სპონტანურად გაფრთხილების ყველანაირი აი ეხლა მე ლაშავს თხოვდეს გაწიოს რომ გამოვჩნდე მეც და მოკლედ ასეთი იყო ნინო მაღედანის პოდკასტის 15 წუთი თავისუფლებისკენ პირველი ეპიზოდი რომელიც ყოველ კვირას დაიდება სოციალურ ქსელებში YouTube-ზე დაიდება პირველ რიგში ხო და მერე სხვა ქსელებშიც და უყურეთ არინანებთ რა თქვენ მართლა ისწავლეთ თავისუფლებისკენ როგორ უნდა წახვიდეთ დამიჯერეთ ნინოსგან მეც რაღაცეები ვისწავლე ეს არან კარგი რამეა მოკლედ მოვჩით